მოგესალმებით, ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანი რჩევა პაციენტებისთვის. ვთქვათ, როდესაც გაჩნდა ტკივილი კისრის არეში და გადაცემა მიდის ტკივილის ხელზე ან წელის არეშია ტკივილი და ასევე გადაცემა მიდის ფეხზე და გამოიყენეთ ანთებისაწინაო ტკივილი გამაყუჩებელი მედიკამენტები და მოხსნა ტკივილი, ეს ნიშნავს, რომ მალების დონეზე ნერვზე ან პროტრუზით ან თიაქრით ზეწოლა არ მიდის და ამიტომ ეს წამალი მოერია და მოხსნა პრობლემა. მაგრამ თუ იგივე ჩივლების დროს გამოიყენეთ იგივე მედიკამენტები, მაგრამ ტკივილი არ მოიხსნა, ნაწილობრივ მოიხსნა, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ ხერხემლის დონეზე მიდის პროტრუზიის ან თიაქრის ზეწოლა და მან უკვე უნდა ხელით ჩასწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტკივილს ვერ მოხსნით. და ძალიან ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა მოდის პაციენტი, მოხდა ჩასწორება და ვეუბნები ახლა ეს მედიკამენტები გამოიყენე, რომ ტკივილმა და ანთებამ დაიწყოს უკან წასვლა და მეუბნება, რომ იცი იმდენი გავიკეთე არ მუშაობს. გაიკი, მაგრამ მაინც გავაკეთებინე, მოხსნა ტკივილი და უკურს რანაირად. იმიტომ ვამბობ, რომ ეს მდგომარეობა არაფრით განსხვავდება, რომ ხელი რო ჩაკყვეთ კარებში. სანამ კარებიდან ხელს არ გაანთავისუფლებთ, ვერანაირი წამალი ვერ უშველს. ანალოგიური მდგომარეობაა პროტრუზია ან თიაქარი, როდესაც აწვება შიგნიდან ნერვს. იგივე ფიზიოლოგიური კანონზომიერებაა. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს რჩევა, ჯანმრთელობას გისურვებთ.